სახელითა მამისათა დადისათა და სულისათა მისათა ჩვენთან არის ღმერთი. დიდება და მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის, რომელსაც გვაძლევს და გვიგზავნის. მადლობა ღმერთს ჩვენი ღვთისმშობლისა შუამდგომლობისთვის. ეს ხსენება არის ისეთ წილკნების, რომელიც დიდი მამა იყო ეპისკოპოსი. გახსოვთ მისი ცხოვრებიდან. ეპისკოპოსად დაადგინეს და როდესაც იოანე ზედაზნელი თავის მოწაფეებს მოუხმობს, რომ ნახოს მათი სულიერი სიმაღლე, შიომღვიმელი და ისეთ წილკნები მიდიან მასთან იოანე ზედაზნელთან და იქ არის კათოლიკოსი ევლავიოსიც. და ეუბნება ღირსი მამაში იოანე, აბა როგორ არის მათი სულიერი სიმაღლე. და ღირს მამაში იოსლემ აკვირს. ღირსი მამა მიდის და ხელზე დაიდებს ნაღვერდალს და საკმელს დაასხავს და აკნავს, ისე რომ ხელი არ დაუზიანდება. ხოლო იოანე ეპისკოპოსი წილკნელი ეპისკოპოსი კიდევ ისეს ეუბნება, რომ მანა ჩვენო საკათალიკოსი სულიერი სიმაღლე და გადიან მდინარე სანთან და ეპისკოპოსის კვერთხს ისე წილკნელი უბრძანებს, რომ გახვეს მდინარე და მოდის ეპისკოპოსი კვერთხით მიწაზე ხაზი გაევლება და აი ამ ხაზს მოყვება მდინარე, რომელიც აღმართზე ყოველთვის ეპისკოპოსს შემდგარი მოდის იმ ადგილამდე, სადაც რომ გაჩერდება ეპისკოპოსი. ესეთი დიდი მამები დედაღვთისმშობელმა გამოაგზავნა საქართველოში, როდესაც სულიერად უჭირდა ჩვენ ხალხს. ეს ჩვენთვის მაგალითი არის არა მხოლოდ იმ პერიოდის მეექვსე თუ შემდეგი საუკუნეების დღესაც და ესე იქნება ქვეყნის აღსასრულამდე. ჩვენი იმედი და ჩვენი შემწევი დედაღვთისმშობელი და მისი ღვთაებრივი ძე იესო ქრისტე არის. ვისაც ეს ავიწყდება სამწუხარო დღევანდელ სახარებაში ნათქვამი არის, მე ვარ კარი, რომელიც ჩემი შევიდეს, იგი ცხონდეს. სხვა ადგილას ამბობს, მე ვარ ნათელი ამ სოფლის, ვინც შემომიდგეს მე, იგი ბნელში აღაბიდოდეს, რადგანაც ნათელს შეუდგა. გვახსოვს ჩვენ ყველას პერიოდები, როდესაც თუ ისტორიიდან და თუ აღოწარსებიდან, როდესაც რომ ეკლესიას დევნიდნენ და დევნიდნენ სამწუხაროდ ჩვენი თანამემამულეები, რომლებიც ღვთისაუპარელნი იყვნენ. და არის კადრები თუ როგორ ანგრევენ ქუთაისში წმინდა გიორგის ეკლესიას, თბილისში ეკლესიებს და გეგვაქონდა ჩამოწერები თუ როგორ უნდა დაანგრიათ მეტეხის ტაძარი, გელათი, ალავერსაც კი უმიზნებდნენ და შეურაცხყოფდნენ სამღვდელოებას. მონასტრებში უჩუმრად მიდიოდნენ და დანაშაულს კაცის კლასს ჩადიოდნენ. შეუღლებში ნაჯახით მოსვიდეს მონაზონი და მორჩილი. უბრალოდ ეს პერიოდი არის, როდესაც რომ ძალიან სამწუხარო, რომ თანამემამულეები ასე ღვთის უყვარლობით შეურაცხყოფდნენ და შეურაცხადად იქცევდნენ. არც წარსულს სცემდნენ პატივს და მომავალსაც მძიმე ხვედრს უმზადებდნენ. იმიტომ რომ მერე მათი შთამომავალი ალბათ გააგრძელებდნენ. ალბათ არიან დღესაც ღვთის უყვარლი ადამიანები, რომლებიც აი ესე შეურაცხყოფენ ეკლესიას და შეურაცხყოფენ სასულიერო პირებს. მინდა წაგიკითხოთ წმინდანების ცხოვრება და ამ წმინდანების ცხოვრებიდან ძალიან საყურადღებო არის ის, რომ ღვთის უყვარლი და ღვთის მოძულე ადამიანებისაგან არაფერი სიკეთე
არ მიეცემა ადამიანს. და თუ ვინმეს გონია რომ ეს მათი ნათქვამი სიტყვა არის სარწმუნო, აი ეს ცხოვრება ამას ამხელს და აცხადებს. ნეტარი ელეზოი ეთიოპიის მეფე და უყვარდა ქრისტიანობა და იყო მოშურნე დამცველი. და ეს არის მე-6 საუკუნე და 553 წელი არის ამ მეფის გარდაცვალების დრო. ხოლო მანამდე იყო წმინდა არეთა, რომელიც ასევე ქრისტეს მოყვარე ადამიანი იყო, წმინდანი და მე-6 საუკუნეში ერთ-ერთი ქრისტეს მოძულე მეფის აი ესეთი აკვიატებული აზრის გამო არეთა თავის მიმდევრებთან ერთად ეწამნენ ქრისტეს. ომირიტების მეფე იყო, არაბეთში არის ეს, არაბეთის ყურესთან მოსახლობდნენ და ომირიტების მეფემ იუდეველმა უნაანო ქვეყანაში ქრისტიანების ამოძირკვა და ამოხოცვა გადაწყვიტა და გამოსაბრძანება ამოეჟდა ქრისტეს ყველა მიმდევარი. და ქალაქი ნეგრანი არ განუდგა მაცხოვრის სარწმუნოებას. და ალბათ აი ეს ბრძანება ახლა აკვეთრე ცოტა სუბუქად წერია. ალბათ ყველანაირი შეურაცხყოფით და ყველანაირი უშვერი სიტყვით მოიხსენიებდნენ ქრისტეს მიმდევრებზე თავად ხალხს ჩვენსას. და აი ამ გამჟინვარებული ბრძანების გამოცემის შემდეგ, რადგან ნეგრანის მოსახლეობას არ უნდა ქრისტეს ღალატი, გადაწყვიტა რომ დაელაშქრა და დაიზრა უზარმაზარი ჯარით ამ ქალაქის ასაუხებლად. მაგრამ ქალაქის კედლებთან მეფის მაცნებმა განაცხადეს, რომ ცოცხალი მხოლოდ ის გადარჩებოდა, ვინც ქრისტეს უარყოფდა. და ქრისტიანული ქალაქის აღება ძალით ვერ შეძლეს ამ მოგთურებმა. ბევრი ეცადნენ, მაგრამ ღვთისმადლი იცავდა მათ. და აი მაშინ ზაკვარმა მეფემ გადაწყვიტა, რომ სიცრუისათვის მიემართა. ვითომ ფიცი დადო. მამები ამბობენ, ფიცის დადება ცოდვა, რატო ცოდვა? სახარებაში უფალი ამბობს, ჰე უნდა იყოს და არა, ვინც ფიცს დებს, ის უკვე იტყუება. ესე იგი, მას თავისი არასწორი აზრის სურს ფიცით დაამტკიცოს და დაარწმუნოს მსმენელი, რომ მართლაც ამბობს. რომ ქრისტიანებს არ შეეხებოდა და მხოლოდ დააგვირგვავდა მოსახლეობას. ქალაქის მცხოვრებლებმა არ მოусმინეს წმინდა მამას არეთას და ჩათვალეს, რომ ეს იყო გამოსავალი და გახსნეს ქალაქის გარები. მტერი ქალაქში შევიდა და უსჯულო მეფემ ბრძანა დიდი კოცონი დაენთო და სხვა ქრისტიანების დასაშინებლად ყველა ღვთისმსახური ჩაეყარა შიგნით. და 400-მდე სასულიერო პირი ცეცხლში გამოწვეს. ხოლო მმართველი არეთა და სხვა უხუცესები საპყრობილეში გამოკეტეს, ჩაყარეს. ჩვენ არ უარყოფთ ქრისტეს, რადგან ის ჩვენთვის სიცოცხლეა და მისთვის სიკვდილი კი შესაძინებელი. ერთმანეთს ღაღადებდნენ ქრისტიანები. უმერთოებმა ქრისტეს აღსარებისათვის ქალაქი ნეგრანი და მისი მახლობელი სოფლები ააოხრეს და 4000-ზე მეტი ქრისტიანი წამებით ამოხოცეს. ხოლო წმინდა არეთა מחვილით განგბირეს. გახსოვთ სოწათის წინ იყო სცენება გობრონი იგივე მიქაელი, რომელიც არავებმა როდესაც მოაოხრეს მთელი ქვეყანა და საქართველოში შემოიჭრიდა ქართლი, კახეთი, ყველაფერი ესე მიყოლებით
დაიპყრეს. მაშინ გობრონს შეიპყრობენ და თავის 150 მეომართან ერთად. და მოკლედ მოეწონებათ ახლა ეს გობრონი თავისი ახოვანებით, სიმამაცით და დაუწყებენ ასე ვთქვათ, სიცრუით შეთავაზებას თუ დათმობს ქრისტეს, ყველაფერი პატივი მას ექნება. მაგრამ მიქაელი გობრონი უარს ამბობს ამ შეთავაზებას. მაშინ ამირა ამბობს, რომ მაგასო სიკვდილიო არ უნახია და ვინც კი ცოცხალი დარჩავა მაგათია. ჩააყენეთ მათ შორის და ამოხოცეთ სისასტიკით. და ცხოვრების აღწერელი წერს, რომ ზოგი მახვილით, ზოგი დანით, ზოგი კიდე სოფიანი ძაღლებივით, კბილით გლეჯდნენ და სვავდნენ, ზოგი ღვიძლს, ზოგი ფილტვს. და ეს სისხლი ეპურებოდა გობრონს, მიქაელს, მაგრამ იგი არ შეშინდა. მის გარშემო ესე უმოწალოდ დახოცეს ყველა, მაგრამ მიქაელი დარჩა ქრისტეს აღსარებდა და მან მიიღო მოწამლეობის გვირგვინი. მოკლედ, ამ ქალაქის განადგურების შემდეგ ეთიოპიის მეფეს ელიზურის უნდა ქრისტიანთა მდევნელი იუდეველი დუნაანის დამარცხება. გადაწყვიტა ეს თითქოს საღვთო აზრის სურვილი, რომ განეხორციელებინა და მოკლედ დაიწყო ბრძოლა, მაგრამ მისი ჯარი დაამარცხა. და ელიზურის ესე იგი გულისმისყოფა მიეცა, რომ გაეგო მეუდაბნოე მამისათვის ეკითხა, თუ რატო დაამარცხა, რატო ვერ მიიღო შეწევნა, რომ დაემარცხებინა ქრისტიანობის მდევნელი და მიდის უდაბნოში და ერთ დაპყრობილ მამას ეკითხება, თუ რა იყო ეს ჩემი საღვთო, როგორც თვითონ თვლიდა, კეთილი განზრახვა, რატო არ გამარცხდა. ხოლო წმინდანი ეუბნება, რომ მოიქცა არასდროს, რადგან მხოლოდ საკუთარ ძალებს დაეყო და თავისი კაცობრიობი მონდომებით სურდა მას შური ეწია. რადგან უფალი ამბობს, განუმარტო წმინდანმა, ჩემი არის შურის გებაი და მე მივალო მათ. ნეტარმა მამამ მეფეს ურჩია დუნაანის წინააღმდეგ ებრძოლა არა საკუთარი ძალის იმედით, არამედ ღვთის მოწყალების გამოთხოვითა და სასოებით. და ბრძოლის მიზანი მხოლოდ ქრისტიანობის დაცვა და წმინდა ეკლესიის სიყვარული უნდა ყოფილიყო და არა კაცობრიობი შურის ძიება მხოლოდ. და აქვე ურჩია, რომ საკუთარი სულის ცხონებისათვის სიცოცხლის უკანასკნელი დღეები ღვთისთვის მიეწყო. მართლაც ელიზური იწყებს ბრძოლას და ძლევს ამ ღვთისუყვარლ მეფეს და ქრისტიანობას ეთიოპიის მეფე იცავს, აშენებს ეკლესიებს და კვლავ აღადგენს ამ სარწმუნოებას. თავად კიდევ მიდის მონასტერში და იქ თავის ცხოვრების უკანასკნელ დღეებს იქ ატარებს. გარდაიცვალა როგორც ვთქვით 553 ან 555 წელს. რატო ყველით და ვიხსენებთ ამ წმინდანების ცხოვრებას? ეს არის ჩვენთვის მაგალითი და საკვეთილი. ღვთის მოძულეს აუცილებლად რაღაც უფალი ამბობს, რომ შურის მაძიებელი მე ვარ თავად, ღმერთი არ დატოვებს პასუხ გაუცემელს. თუ შურის ძიება როგორი იქნება, სასჯელი როგორი იქნება, ეს მან უწყის. როგორ მოაქციოს გონება დაბინდული ადამიანი, რომელიც შეურაცხყოფს ღმერთს. მას უამრავი საშუალება აქვს, რომ გონს მოიყვანოს ადამიანი. ან ავანტყოფობით, ან განსაცდელად, ან რაღაცა ხერხით, რომელიც მისთვის საცნაური იქნება, თუ რისთვის მიეცა მას. ხშირად ვამბობთ, იობ მრავალნებური, ყველა ფიქრობდა მის გარშემო ახლობლები და ოჯახის წევრები, რომ რაღაცა დიდი ცოდა ჰქონდა ჩადენილი. მაგრამ მართალი იობი ეუბნებოდა, არა ჩემი ცოდების გამო არის ეს გამოსვლა, არამედ ჩემი სარწმუნოება გამოისწება. და მართლაც ესე იყო. მართალი იობს
მრავალნებელს მიეცა იმაზე უფრო მეტი ქონება შეძლება და დღეგრძელობა, რომელიც მანამდე ჰქონდა. და ვინც გადაწყვიტავს, რომ ღვთისთვის სათნო საქმე გააკეთოს, აუცილებლად ადრეც გვიტყვია, გულში ვინც სიბრაზეს, სისასტიკეს შეუშვებს, ის ამ ბოროტი მზაყვარი ვნებისა მსხვერპლი გახდება. იმიტომ რომ სიძულვით და სისასტიკით ღვთის სათნო საქმე არ კეთდება. და თუ ვინმე სურს, რომ ღვთის სათნო საქმე გააკეთოს, პირველად უნდა განიწმინდოს გული და გონება, აიღოს კურთხევა ამ საფრთხო საქმის დაწყებისთვის და შემდეგ უნდა შეუდგეს ამ საქმეს. ეს ჩვენს დღევანდელ მდგომარეობას შეიძლება ითქვას, რომ მიესადაგება. ჩვენ განვიცით იმ ადამიანების უგუნურობას, რომლებიც დღეს ქალაქს ამკროვენ, შეურაცხყოფენ. უშვერი სიტყვით, არა თუ კაცები, ქალები, გოგონები ლაპარაკობენ, რომ ერთ ვთხოვთ, რომ მათ გულისხმის ყოფა მისცენ. შეურაცხყოფენ ეკლესიას, სასულიერო პირებს, პატრიარქს, იერარქებს. ვთხოვთ უმერს, რომ ეს ადამიანები მოაქციონ, იმიტომ რომ ახსოვდეთ. ის არის ჩემი მოზიდული ამბობს უფალი და ვინც არ შეინამოს, მაშინ ეს სასჯელი იქნება მისი. და შურის მაძიებელი თავდუფალია და ჩვენ უთმობთ მას. და ის ნაწილი, რომელიც მადლობა ღმერთს არ ამწვავებს ურთიერთობას და ხელჩართულ ბრძოლასა და ომში არ გადაიზრდება ეს ყველაფერი, ძალიან სწორია ეს ქცევა. იმიტომ რომ ვინც ქალაქში დღეს დგას, რამდენიმე ათასია, აი 100,000 ვთქვათ, მაგრამ იმაზე მეტი სხვა აზრისანი არიან. მაგრამ ვისაც ქვეყანა უყვარს და ვისაც თავისი სამშობლო უყვარს, ეკლესია უყვარს, ის მოიქცევა ლოცვით, მარხვით, შინაგანი სიმშვიდით, იმიტომ რომ აღუშფოთებელი გონება და გული ყოველთვის სწორად საზღვრავს. და ნამდვილად ქრისტეს დღეს ნათქვამი სახარებაში სიტყვები ეკუთვნის უშფოთვალ მშვიდ ადამიანებს. მე ვარ კარი და რომელიც შევიდეს ამ კარით, ის ცხონდეს. მოთმინებაში გამოცდილებას ვიძენთ და გამოცდილება კიდევ ჩვენს სასწაულებას ღვთისადმი განამტკიცებს. ასე რომ ეს სწორია ესეთი ნაბიჯი, როდესაც რომ ჩვენ წუხილით უყურებთ იმ ადამიანებს, რომლებიც თავის შეურაცხყოფას აკეთებენ და სხვების შეურაცხყოფით თავის თავსაც აზიანებენ და თხოვთ ღმერთს, რომ მათ ღვთისმის ყოფით ღვთის მადლმა მოაქციოს ესენი, იმიტომ რომ იქ ბევრი ადამიანია, ნიჭიერიც არის და ძალიან ნაკითხიც, მაგრამ მოციქული ამბობს, განათლება, ანუ ცოდნა ღვთისსიყვარულის გარეშე მხოლოდ და მხოლოდ ამპარტავებას უსახსრავს და ამპარტავანი თავმოწონე ადამიანი კითხულობს, თვალი აქვს, მაგრამ ვერ ხედავს, ყური აქვს და მაგრამ არ ისმის. ამიტომ იქ ახალგაზრდები არიან, სკოლის მოწაფეები სამწუხაროდ, სტუდენტები. ჩვენ ყველას გვსურს, რომ მათ ისწავლა. და იმ სწავლაში დააგროვონ ის აუცილებელი ცოდნა, რომელიც ჩვენსავე ქვეყანას უნდა გამოადგენ და მათ პირველ რიგში თავად მათ უნდა გამოადგენ. ადრეც ვთქვით და ეხლაც ვიტყვით. ვინც გულში მრისხანებას და სისასტიკეს დაუთმობს საქმეს, იგი გახდება მონა ამ სისასტიკისა. და ვერც თხოვთ, რომ დაამშვიდოს ჩვენი ქვეყანა და სიმშვიდეში ჩვენ ყველას მოგვეცეს საშუალება იმისა, რომ ღმერთს ვემსახუროთ, შევწიროთ თუ სისხლის მსხვერპლი და სიტყვიერი მსხვერპლი და ჩვენს გულსა და გონებას მიიცეთ საშუალება, რომ უფლის სიტყვა შეიმეცნოს და ღვთის ნამდვილი ჭეშმარიტი მსახური გახდეს. ბევრი ჩვენგანი, თქვენგანი დღეს თვალყურს ადევნებს. გირჩევთ, მოუყურებთ ამ სოციალურ
ქსელს, იმიტომ რომ იქ ნიაღვარი მოდის ტყუილ მართალი ინფორმაციის და თუ გონებას არ აქვს უნარი გაარჩიოს ტყუილი მართლისაგან, მაშინ ის ძალიან დამძიმდება და შეიძლება იმაზე უარესი გახდეს, ვისაც რომ დღეს შეიძლება განიკითხავს და მთა იმაზე მალა აყენებდეს თავს. ჩვენი ვალი არის ღვთის წინაშე შვიდად ლოცვა ვედრება. ამაზე უფრო ძლიერი ჩვენ საშუალება იარაღი არ გაგვაჩნია. ვინც ამ გზას დაადგება, ის გაიმარჯვებს, რადგან ვიცით, სადაც ღმერთია, იქ ჩვენ არაფრის არ გვეშინდება. ღმერთი არის იქ, სადაც 2 და 2-ზე მეტი ადამიანი შეიკრიბება უფლის სახელით. და გვაქვს კიდევ იმედი, რომ ღმერთი ჩვენს სანაცვლოდ პასუხს მოთხოვს ყველას იმას, ვინც ჩვენს ეკლესიას, ჩვენს სიწმინდეს შეურაცხყოფს. ჩვენი ქვეყნის ისტორიას და ჩვენი ქვეყნის წესს, ადათს, კულტურას შეურაცხყოფს. ვითხოვთ უფლისაგან წყალობას, მშვიდობას და მადლს, რათა დამშვიდდეს ქვეყანა და თითოეულმა ჩვენთაგანმა ერთი პირით, ერთი გულით ადიდოს ღმერთი, მამა, ძე და სულიწმინდა, რათა აი ამ ერთობით ღმერთმა მოგცეს ქვეყანა, რომელიც ნამდვილად ეკუთვნის ამ ხალხს, ამ წარსულის მქონე ქვეყანას და იმ კულტურას, რომელიც ჩვენმა წინაპარმა თავისი შრომით, თავისი გონიერებით, თავისი სისხლით დაიცვა, გადაარჩინა და ჩვენ ჩაგვაბარა მოსავალად. პასუხისგებლობა ჩვენ დიდი გვაქვს. მოუვაროთ იმას, რაც ჩვენმა წინაპარმა დაგვიტოვა. და დაგვიტოვა რა? უმაღლესი აღმატებული ცნება მართლმადიდებელი ქრისტიანებისა. იყვარებოდეთ ურთიერთას, რათა ამ სიყვარულით სცნომ თუ ისი მიმდევარნი ხართ. შეიყვარო უყალი ღმერთი შენი ყოველთა გულითა შენითა და ყოველთა საცნობელითა. და მსგავსი ამისი შეიყვარო მოყვასე შენი, როგორც თავი შენი. ამინ. იყოს ესე. ჩვენთან